საქართველოში დღეიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის ოდენობა გაორმაგდება. პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. იმპორტზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გაწევს. რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეამოწმებენ. TV4 დაინტერესდა, რას ფიქრობენ რუსთავის მცხოვრებლები, რომლებისთვისაც პარკების გამოყენება სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. მათი ინფორმაციით რუსთავში ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენა შეუძლებელია. აგრეთვე ახალი რეგულაცია მათ მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიაყენებს. პოლიეთილენის პარკი უფრო უიაფი იყო ჩვენთვის და ის არ ვიცი ჯერა ფასები რა იქნება, როგორ იქნება. თუ ძვირია ვერ ავიღებთ. რაც შეძენილი გვაქვს ის თუ არ გავიხმარე შვილობესაც ევიღო ესენი. აღებული გვაქვს ჯერჯერობით და მერე ჩვენ შევეცდებით რომ ავიღოთ რაც იქნება დასაშვები, მაგრამ ჯერ უნდა გამოეშვათ ისა და მოეტანათ და მერე უნდა იმას ეკნათ ჯარიმა. როგორ შეიძლება ასე? ჩვენსაც ავიღოთ, აბა რომ მოდის ხალხი არც იცის ჯერა ხალხმა. მამას აუკრძალავდნენ ადამიანს, მაშინ გამოეშვათ წინასა და ხვალ არ შეიძლება და დღეს მოდიხართ რომ არ უნდა გაყიდოთ და ჯარიმავ. ჯარიმებით საქართველო გაივსო. შემოაგზავნის, რა ქვია, ძვირიან პარკზე. რა ჩამყაროთ იმ ძვირიან პარკში? გადაგიხდით ვინმე? ჩვენ რო ყიდულობთ ძალიან ძვირია, რავი. მაშინ ფასები მოიმატებს და ეგ იქნება. მე ამაში გადავიხადე 3 ლარი, გადავიხადე 100 წელში. ანუ ცალი გამოდის 3 თეთრი. ხო. 20 თეთრის მარელი უნდა. მე წარმოიმე ხოზარავში ვარ. რითი გავატანო, ჯერ ხო უნდა მოიტანო რამე, ხო უნდა შემოიტანონ არა. რაში რით წაიღებდით ხარ? ჯიბეში ხარ ჩაუწყოთ. რა გავაკეთოთ მითხარ? არ არის მისაღები, აბა რით ვიმუშაოთ, როგორ? კვერცხი არა ჩანს, სხვა რაში ჩავდო? სემიჭკა რაში ჩავუყარ ჯიბეში? რანაირად აბა? ხალხი ისია მიჩვეული შვილო 50 თეთრიანი, აი ეს სემიჭკა რო იყიდოს. ორ პარკში უნდა ჩაუდო, რომ სახლამდე მიიტანოს. ვერ ვიმუშავებთ ისე. ვერავინ ვერ შეძლებს 10 თეთრზე და 20 თეთრზე ვმუშაობ. რაში ვერ ჩავაწყოთ აბა ხაჭაპური? რაში უნდა ჩაწყოს პროდუქცია?